მაშ მერკური ლომში მერკური ლომის ადამიანები, ანუ მერკური ლომში, ვისაც ყავს პირად რუკაში, არიან ადამიანები, რომლებსაც მაღალფარდოვანი სიტყვები ძალიან მოსწონთ, ანუ საუბრობენ ძალიან მაღალფარდოვანი სიტყვებით, ანუ შენიღბულად, ასე ვთქვათ და ჩვეულებრივ რაღაცაც იმდენად რთულად შეიძლება გადმოსცენ, რომ ჯერთი საპირისპირო, ანუ თქვენ წინ მდგომა ადამიანმა შეიძლება იფიქროს, რომ აი ძალიან განათლებულია. უბრალოდ აი ტერმინების რახარუხი შეიძლება ჰქონდეს, რათა მეორე ადამიანისთვის რთული იყოს ამის გაგება. თბილად საუბრობენ სხვადასხვა მერკური ლომში ადამიანები, ანუ რაღაც ისეთ საყვარელოთი და ასე შემდეგ, ძალიან თბილები არიან ამ შემთხვევაში, ეს მათთვის იმის გარანტია, რომ თქვენ მათ როგორც ვაუ პიროვნებად აღიარებთ, მოდი ასე ვთქვათ. თუმცა იმას არ ნიშნავს, რომ ამას ანუ შეიძლება გაუაზრებლად უბრალოდ ესე უნდა და აკეთებს, უბრალოდ უფრო სიღრმისეულად თუ შევეხებით ამას. მერკური ლომში არიან ადამიანები, რომლებიც ძირითადად განათლების კუთხით ირჩევენ ისეთ საქმიანობას, რაც შეიძლება განსხვავებული იყოს, ან რაშიც შეიძლება რომ იბრწყინონ. და იმ ყველაზე რომ მათზე უნდა ისაუბროს რა. მერკური, რა თქმა უნდა, ლომში ყავთ ტრანსპორტები, რაღაცა მეფური და ასე შემდეგ. ეს მართლა ანუ თითქოს სტერეოტიპიაო ახლა მეტყვით შეიძლება, მაგრამ მართლა ბევრი რაღაცა ეგრეა. და რატო განსხვავდებიან ახლა ერთი და იგივე ნიშნები? იმიტომ რომ სახლებს, ნიშნებს, ასპექტირებას დიდი მნიშვნელობა აქვს და როგორ მუშაობს ახლა ადამიანი, ვითარდება, არ ვითარდება, ამაზეც დიდი რაღაცა, ბევრი რაღაცაა დამოკიდებული. ძალიან ესე იგი სტატუსურობას რა კუთხით ისიც აი დიზაინს და ხალხში რომ აი ესეთი დიზაინერული რაღაცები შეიძლება ჰქონდეთ და აი ამით ხალხი მოხიბლოს, ასე ვთქვათ რა, რომ აი ხალხმა მასე ისაუბროს, მოდი ასე ვთქვათ. მოკლედ ძალიან ბევრი თქმა შეიძლება, მაგრამ დროში ახლა ვეღარ ვეტევი და უნდა დაგემშვიდობოთ, სხვა დროს კიდე გავაგრძელებთ.